გილოცავთ დღევანდელ დღეს მოხსენებული წმინდანების ხსენებას. დღეს ჩვენი ეკლესია იხსენებს ყოველთა წმინდათა, მოწამეთა, მამათა და დედათა საქართველოში წამებულთა. ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ საქართველოს ზოგადად ქრისტიანული ეკლესია, როგორც იცით, პირველივე საუკუნეებიდან მისი დევნის როცა დაიწყო მისი დევნა, არის მოწამეთა ეკლესია, ფაქტიურად კი არიან მერე უკვე ღირსი მერჩემოსილი მამები, მეუდაბნოე მამები, მოღვაწეები, მაგრამ მაინც მართლმადიდებელი ეკლესია მოწამეებზე დგას. და ჩვენც, რა თქმა უნდა, არ ვართ გამონაკლისები, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ადგილობრივი ეკლესია, საქართველოს ეკლესია, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრ მოწამეს ითვლის და ჩვენ ბევრი ყავს ასეთი, ვის ხსენებასაც აღვასრულებთ ხოლმე, 100,000 მოწამე, 6,000 გარეჯელი ბერი ერთ დღეში წამებულები და ბევრი ძალიან ინდივიდუალურადაც არ ჩამოვთვალო, ბევრი იქნება და რა თქმა უნდა, ამათ გარდა კიდე არიან მოწამეები, რომელთა ცხოვრება შეიძლება ბევრმა არ ვიცოდეთ, არ იყოს ესე დაწერილი, მაგრამ უამრავი არის ასეთი და დღეს ჩვენი ეკლესია მოიხსენებს დაახლოებით 300-მდე სახელი არის ჩამონათვალი მამების და დედების, ვინც ჩვენ მიწაზე მოწამეობრივად აღესრულა. ზოგადად რას ნიშნავს მოწამეობა? ეს არის დამოწმება იმისა, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ქრისტიანობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი სარწმუნოება. აი ამის გამო არის რომ მოწამეები დაუფიქრებლად, ასე ვთქვათ, მიდიოდნენ ამ სიკვდილზე, უეჭველ სიკვდილზე, იცოდნენ რომ მიდიოდნენ, იცოდნენ რომ ისინი ან თავის მოკვეთ, აი დღეს მე დავით რომ ამოვიკითხა როგორ ცხოვრობდნენ, ხო, ზოგი ქვით განიტვინა, ზოგი განიხერხნესო, ზოგი ჩაქოლეს ცემით, ზოგი ჯვარს აცვეს, მოციქულები მაგალითად ბევრი, აი ვიცით ჩვენ პეტრე მოციქული, ანდრია მოციქული ჯვარზე, აი თითქმის ყველანაირი სიკვდილი, ზოგი ბორბალზე წამებით, ზოგი აკუწეს და ასე შემდეგ და ამ სიკვდილზე მიდიოდნენ ყველა, აი იცოდნენ ზუსტად, რასაც აკეთებდნენ, ზუსტად იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ, მაგრამ მათთვის ეს ყველაფერი იყო სიხარული და მათთვის ეს დღე მოწამეობრივი აღსასრულის დღე იყო ზეიმის დღე. აი ეგნატე ღმერთჩემოსილის ცხოვრებაშია ესეთი ეპიზოდი, რომ ის რომ მიდის ცხოველს აწამონ და ცხოველებს დააგლეჯინონ, ის სიხარული ერთი სული აქვს, როდის მიუშვებენ ცხოველებთან, ასე რომ თქვა და აი თვითონ ამის თვითონ ძალით ისაკ მივიდა ცხოველებთან, რომ ქრისტესთვის მოწამეობრივი სიკვდილი, ასე ვთქვათ, განეცადა. პაისი ათონელი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ აი მოწამეებისთვის კანის გადაცლა, ასე ვთქვათ, იმიდან ესო მოფერებად მიაჩნდათო, ისე იყვნენ გაძლიერებული რწმენაში, ხო? ეს რაღაცა ცეცხლში შეგდება, გამაგრილებელი იყო მათთვის, წყალზე მეტად გამაგრილებელი იყო, იმდენად იყვნენ ქრისტეს სარწმუნოებაში გაძლიერებულები და იმდენად უყვარდათ მაცხოვარი, რომ მზად იყვნენ ყველა, არ ქონდა მნიშვნელობა ვინ იდგა მათ წინაშე, არ ქონდა მნიშვნელობა ვის ებრძოდნენ, იქნებოდა ეს მთავარი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, მზად იყვნენ რომ ყველას წინაშე დაეთხიათ სისხლი და ღმერთმა ძალა მოგცეს. ჩვენ ახლა აღარ გვიწევს ამ ფაქტების წინაშე დგომა, ასე ვთქვათ, მოწამეობას არავინ აღარ გთხოვს, არ ვიდევნებით ისე რომ რაღაცა მოგთხოვონ, კიდევ თუ არა გადადი მართლმადიდებლობიდან ან თავს მოყვეთავად ან რაღაცა, მაგრამ დღეს ჩვენი ზოგადად ქრისტიანის ცხოვრება, მით უმეტეს დღევანდელ ცხოვრებაში, ეს არის მოწამეობა ჩვენი ცხოვრების წესით. აი როგორც დღევანდელ სახარებაში ამოვიკითხეთ, რომ ვინც მე აღმიაროს წინაშე კაცთა, მეც აღვიარებ მას ჩემი მამის წინაშე და ვინც უარ მყოფს კაცთა წინაშე, მე უარ ყოფეც მე ჩემი მამის წინაშე მაცხოვარი გვეუბნება ამას სახარებიდან და ეს მოწამეებს სისხლიდან ხორცამდე ქონდათ გაცნობიერებული და ამას არ უშინდებოდნენ და ჩვენც დღეს აი გვიწევს უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ არასოდეს არ უარყოფთ მაცხოვარი, კიდევ აღნიშნავ რომ ჩვენ ახლა ხმლით და თოფით არავინ დაგვდევს სარწმუნოებიდან გადასასვლელად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოვიდა სხვანაირი ცხოვრება და სხვა ბრძოლები და სხვა გამოწვევები არის ჩვენ წინაშე და ჩვენც გარკვეულწილად ზოგადად ქრისტიანები, მარტო ქართველები არა, მთელ მსოფლიოში თავის ცხოვრების წესით უნდა იყვნენ მოწმეები, გამოწმებლები ქრისტეს ჭეშმარიტებისა. არ არის აუცილებელი სისხლი დაიყვაროს ჩვენი ცხოვრების წესით. უნდა ვიყოთ დამოწმებლები იმისა, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა არის ერთადერთი
მაცხოვნებელი სარწმუნოება დღევანდელ სახარებაშია, რომ მაცხოვარი გვეუბნება, ვისაც უყვარდეს ჩემზე მეტად მამა, დედა, ცოლი, იგი არ არის ჩემ დაღიეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვიძულოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახის წევრები. აქ უბრალოდ ხაზგასმულია ის, რომ ჩვენი ოჯახი ჩვენ თუ რამე გაგვაჩნია, ყველაფერი არის ღვთისწყალობა, მორწმუნე მესე უნდა იფიქროს და ესეც არის და შესაბამისად ჩვენ აი ამ წყალობის მომცემელი, ამ ჩვენი ვის წყალობითაც ჩვენ ოჯახი გვაქვს, ვის წყალობითაც მამა გვყავს, დედა, ცოლი, შვილები, ხო? ის უნდა იყოს ჩვენთვის თავარი სათაყვანებელი, ასე ვთქვათ, სათაყვანებელი მიზანი, ესე რომ ვთქვათ, ეს უნდა იყოს პირველი ჩვენთვის, რომ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ყველაფერი არის ღვთისწყალობა, მისგან არის მოცემული ყველაფერი და რა თქმა უნდა, ვისგანაც მოცემულია, ის არის ყველაზე დიდი და ის არის ყველაზე უპირატესი და ჩვენს ყოველთვის მისი მადიდებლები უნდა იყოთ და მისგან გამომდინარე უნდა გვიყვარდეს, რა თქმა უნდა, უკვე ზოგადად ადამიანი და ჩვენი ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეს იმისა, რომ ამ რაღაცნაირ არეულ ეპოქაში, არეულ ცხოვრებაში ჩვენ როგორც ქრისტიანები ვიყოთ, ასე ვთქვათ, მანათობლები და დამოწმებლები იმისა, რომ ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და ქრისტიანობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება. ღმერთმა გაგვაძლიეროს ამისთვის და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ესეთი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ. დღეს ასევე ეკლესია მოიხსენებს მოკლედ კეთყვით დანიელ მესვეტეს, რომელიც იყო მეხუთე საუკუნის მოღვაწე და საკმაოდ ისეთი ახალგაზრდობიდან ის იყო გვიანი შვილი იყო მათი მშობლების და როდესაც დაიბადა თავიდანვე მშობლებმა რომ არ იძლეოდა შვილი ღმერთს თხოვეს რომ შვილი მოვეს და შენვე შემოგწირავთ და ასეც აღასრულეს რა თქმა უნდა თავიდანვე ასე ვთქვათ ქრისტიანულ გარემოში იზრდებოდა მონასტერში ახალგაზრდობიდანვე წავიდა მალევე აღიკვეცა ბერად და ის სიმონ მესვეტესაც კი ანუ ურთიერთობა ჰქონდა მასთან და მისი კურთხევით გახდა ასე ვთქვათ ისაც მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა და 35 წლის განმავლობაში სვეტზე დაყუდებული ლოცულობდა ღვთის წინაშე შეგვეციოს მისი ლოცვა შეგვეციოს დღევანდელ დღეს მოხსენებული ყველა წმინდანის ლოცვა მოწამეების და ღმერთმა ძალა მოგცეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენი ცხოვრების წესით ყოფილიყავით ქრისტეს ჭეშმარიტი ღმერთობის დამოწმებლები ამინ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა ამინ